გამარჯობა. თქვენ უსმენთ Mind Mosaics და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს წარმატება და რატომ არის იგი გზა და არა მხოლოდ მიზანი. წარმატება ეს მხოლოდ ფინიშის ხაზზე მისვლა არ არის. ის იწყება იქ, სადაც ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე. ჩვენ ხშირად ვგონებთ, რომ წარმატება მხოლოდ ფულია, სტატუსი ან საზოგადოების აღიარება, მაგრამ სინამდვილეში ის იმ პატარა ნაბიჯებშია, რომელსაც ყოველდღე ვდგამთ, მაშინაც კი, როდესაც ჯერაც არ ჩანს შედეგი. წარმატებული ადამიანი ის კი არაა, ვისაც პრობლემა არ აქვს. წარმატებული ისაა, ვისაც არ აქვს გაჩერების უნარი. არ ნებდება და ყოველდღე ცდილობს გახდეს ოდნავ უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ნამდვილი წარმატება იწყება მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს, გრძნობ შინაგან სიმშვიდეს და იცნობ საკუთარ ღირებულებებს და იცავ მას. ეს არის წონასწორობა პიროვნულ ზრდასა და ბედნიერებას შორის. წარმატება ნიშნავს თავისუფლებას, საკუთარი აზრის, დროის და მოქმედების თავისუფლებას, მაგრამ ეს თავისუფლება მოითხოვს მოთმინებას, დისციპლინას და გამბედაობას, რომ არ გადაუხვიო გზას მაშინაც კი, როცა სხვები ნებდებიან. ყველაზე დიდი შეცდომა კიდე, რასაც უშვებენ ადამიანები, იმის ფიქრი, რომ წარმატება ერთ დიდ მოვლენად მოდის. სინამდვილეში ის იბადება ყოველდღიური პატარა გამარჯვებებიდან, ადრე გაღვიძებიდან, ახალი მცდელობის დაწყებიდან, იმ ნაბიჯებიდან, რომლებიც გუშინ ვერ გაბედე. გახსოვდეს, წარმატება ცხოვრების სტილია, ის იწყება აქ და ახლა, შენი პირველი ნაბიჯით. ეს იყო Mind Mosaic. გახსოვდეთ, წარმატება შენი ყოველდღიური არჩევანია. და თუ მოგეწყნა ეს ეპიზოდი, გამოიწერე არხი და გაუზიარე მათ, ვისაც სჭირდება შთაგონება. ასევე გთხოვთ დაალაიქოთ და დააკომენტაროთ.